აქციის მონაწილეები ახლა შეძახილებით მიდიან გიორგი მინდაძის სახლთან, მის მშობლიურ ქალაქში უკვე ჟღერდება საპროტესტო შეძახილები. თავისუფლება გიორგი მინდაძეს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს არის მთავარი შეძახილი აქ მყოფი ადამიანების და რაც მთავარია, ცეცხლი ოლიგარქიას, რომელიც ამ საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა. თქვენ ახლა ჩემ ზურგს უკან ხედავთ, მათ შორის საპროტესტო ბანერებს, საქართველოს დროშებს, ეს სიმბოლიკა არის უცვლელი მთელი ამ დროის განმავლობაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გიორგი მინდაძისათვის 5 წლის პატიმრობის მისჯას ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ ეს არის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ადამიანი, სხვა სინდისის პატიმრების მსგავსად, რომელიც ქართულმა ოცნებამ ციხეში მხოლოდ იმიტომ გამოკეტა, რომ ის თავისუფლებისათვის მებრძოლი იყო. ახლა ხედავთ, რომ შემოდიან სხვადასხვა კორპუსის ეზოებში, რადგან მივიდნენ მოქალაქეებთან უფრო ახლოს და სრულიად რუს თავს გააგონონ საკუთარი საპროტესტო შეძახილები იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა არ არის გაჩუმების დრო, ახლა არის აქტიურობის ხმამაღლა საუბრის დრო, იმისთვის, რათა გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და ქართული ოცნება გადადგეს. გიორგის დაბადების დღეზე სიმბოლურად რუსთავში არის მსვლელობა. აი, იმდენად ვარ აღთოვანებული ამ დიდი აქციის და ამდენი ხალხის ყველას მინდა სათითაო მადლობა გადაუხადო. სულ დიდი მადლობა სიკეთე მოგცეთ უფალმა და გიორგი კიდე თავისუფალი და გამარჯვებული ჩამეხუტებინოს მალე და ყველა პოლიტპატიმა. სრულოცავ დაბადების დღეს უსურვებ ხნეობას, რისთვინაც ღიო დღესის ისეთ გამოსული იყოს, რომ დახვედროდეს თავისუფალი საქართველო და არავითარი არჩევნები, პროტესტი არჩევნებს და ერთად ბრძოლა. მინდა თითოეულ სინდისის პატიმარს კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვუცხადო და მათ უთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ მათთან ერთად ვართ და აუცილებლად ამ ბრძოლას, აი ამ პრინციპულ ბრძოლას ჩვენ მივიყვანთ გამარჯვებამდე, სულ ცოტა დარჩა და აუცილებლად ეს ბრძოლა დასრულდება ჩვენი საქართველოს გამარჯვებით და ისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პატიმრები, ჩვენი სინდისის პატიმრები იბრძვიან. დღეს გიორგი მინდაძის დაბადების დღეა, ის 22 წლის ციხეში გახდა, სწორედ ამიტომ მისი თანამოაზრეები, თანამებრძოლები, სინდისის პატიმრების მშობლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჟიული შარტავას ძეგლთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ კი ახლა უკვე მიმდინარეობს მარში. უპირველეს ყოვლისა აქციის მონაწილეები გიორგი მინდაძის მშობლიურ სახლთან მივლენ, მის მეზობლებს გააგონებენ საკუთარ საპროტესტო შეძახილებს იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგაც გაგრძელდება მსვლელობა იმისთვის, რათა სრულიად რუსთავი მოიცვას საპროტესტო შეძახილებმა და ყველამდე მივიდეს აქციის მონაწილეების სათქმელი იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა სრულიად უმიზეზოდ ცხედან ადამიანები ციხეში და რომ ამის წინააღმდეგ ბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეს იყო ჩართვა რუსთავიდან და ხატია სამხარაძე.